ახმება ბუნების ხარჯზე საინტერესო ნიუანსები მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა გიგი უგულავა ჯერ კიდევ თბილისის თავი იყო, მერიამ ბერა ივანიშვილის ტელევიზიას ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის ნებართვა მისცა. ნებართვის გაცემამდე ჯერ ზონის სტატუსის შეცვლა გახდა საჭირო. გახდება სოლოლაკში ქედზე, სადაც ხეების ნაწილი უკვე გაიჩეხა და დანარჩენს გაჩეხვა ელის საქმე ეხება პროექტ პანორამა თბილისსაც, რომლის ყველაზე დიდი დამფინანსებელიც ბიძინა ივანიშვილია. სამშენებლო გემოვნებას ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ეს ტრადიცია შენარჩუნებულია. როგორ გამოიყურებოდა სოლოლაკის ქედი ცოტა ხნის წინ და რა სურათი გვაქვს დღეს, მაესტროს ცხრიანს ტერიტორიაზე გადაღების პრობლემაც შეექმნა. ეს ტერიტორია იყო ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას ეკუთვნოდა, სადაც აბსოლუტურად აკრძალულია ყველანაირი მშენებლობის წარმოება. ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ტელეკომპანია GDS-ია, ახალი მშენებლობისთვის სამზადისია დაწყებული. ამ საკითხით უკვე დაინტერესდნენ მოძრაობა პარტიზანი მებაღეები. პროფესიით არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე ამბობს, რომ სოლოლაკის გზატკეცილზე ასეთი მშენებლობის ნებართვისთვის თადარიგი ქართულ ჯგუფმა წინასწარ დაიჭირა. მათ მერიას 2013 წელს ამ ტერიტორიისთვის ზონა 2 სტატუსის მინიჭებას თხოვეს, სადაც უკვე მშენებლობა კანონით ნებადართულია. ამის უფლება მისცა ქალაქის მთავრობამ, როდესაც შენ მფლობელი კერძო მესაკუთრე არანაირი ბარიერი არ აქვს იმაში, რასაც გინდა აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური თანხვედრა არის. თავიდან დაიწყო ყველაფერი შევარდნაძის დროს, როდესაც ქედზე აშენდა ეს ბიზნეს ცენტრი და მერე შემდეგ დროთადრო არავის არ შეუშლია ბიძინა ივანიშვილისთვის აქ ბუნების განადგურებისთვის ხელი. მაესტრო ტელეკომპანია GDS შეეხმიანა, თუმცა მათ გითხრეს, რომ მშენებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ მხოლოდ ბანერზე განთავსებული დეტალები ვნახეთ. ქართულ ჯგუფში კი განგვიცხადეს, რომ ბერა ივანიშვილის მრავალფუნქციური სამაყურებლო ცენტრის პროექტზე ზედამხედველობას უკვე თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. ინტერვიუს ჩაწერაზე უარი გითხრეს პანორამა თბილისის ინიციატორ ფონდშიც. მაესტრომ კი აღმოაჩინა, რომ GDS-ის მშენებლობის პარალელურად იქვე კლდის მოსაჭრელად სამუშაოებიცაა დაწყებული. ეს ხეები, როგორც ხედავთ, უკვე მოსაჭრელად არის გამზადებული. კლდის მეორე მხარეს კი ასეთი ნარგავები. ვისგან დავიღოთ ნებართვა აქ, რომ შემოვიდეთ? არა, მე ჩემ გასვლა, რო გავდივარ. მოსაჭრელად გამზადებული ხეების ადგილზე გადაღების საშუალება არ მოგწეს. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს ტერიტორია უკვე მთლიანად გასუფთავებული არის. მიუხედავად იმისა, რომ პანორამა თბილისის განაშენიანების გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა, როგორც ხედავთ, აქ უკვე დიდი ხანია დაწყებულია სამუშაოები. ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პროექტი პანორამა თბილისი დეტალურად განიხილა, თუმცა სოლოლაკის ქედისთვის ზონის სტატუსის შეცვლაზე მოკლედ გვიპასუხა. ივანიშვილს ეგ ტერიტორიები ნაკიდი აქვს იმ პირობით, რომ ლანდშაფტურ რეკრეაციულია შესაბამისად ყველაფერი არ უნდა აშენოს, მით უმეტეს აი ამ ხელა ჩარევა მოახდინოს. რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას და იმ სოლოლაკის ქედს, რომლის მოჭრასაც ბიძინა ივანიშვილის პროექტი აპირებს, ეს არის სრული მავნებლობა და ის მისი განხორციელება დაუშვებელია. ის რაც დღეს გიგი უგულავასთვის მიუღებელია, სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დამტკიცდა. მერიის არქიტექტურის სამსახური ადასტურებს, რომ მშენებლობისთვის სპეციალური ნებართვა მათ გასცეს. რადგან მოხდა ზონის ცვლილება, ზონის შესაბამისი ფუნქციიდან გამომდინარე, იგივე საბჭოს გადაწყვეტილებით გაიცა სპეცნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდარიყო დაპროექტება სასაწყობე, ანუ დამხმარე შენობის. ამ ფოტოზე კარგად ჩანს თუ როგორი გამწვანებული იყო ცოტა ხნის წინ სოლოლაკის ქედი. დღეს კი ეს ტერიტორია ასე გამოიყურება. სავარაუდოდ მას პროექტ პანორამა თბილისისთვის გამოიყენებენ. ქართულ ჯგუფის ფოტომონტაჟზე ისიც ჩანს, რომ ცოტა ხანში აქ ასეთი 8 სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის საკუთრება იქნება. ბოტანიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა ამჟამინდელი GDS-ი პროექტ პანორამა თბილისის არეალში ექცევა. მერიის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით ეს ორი სხვადასხვა პროექტია, თუმცა მათ ნებართვა მხოლოდ GDS-ის საწყობის მშენებლობაზე გასცეს. პარტიზანი მებაღეები მერიის ამ გადაწყვეტილებასა და სოლოლაკის ქედზე დაწყებულ მშენებლობას მალე ადგილზე გააპროტესტებენ. ისინი კარვებს უკვე ამ ტერიტორიაზე გადაიტანენ.